ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეეწიოს სრულიად საქართველოს. მიახლოვდება დიდი მარხვა, სულ 10 დღე დარჩა დიდი მარხვის დასაწყისამდე და ვიცით რომ თითოეულ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ეს კვირა არის საშინელი სამსჯავროს კვირა იქნება ამ კვირას. რას ნიშნავს საშინელი სამსჯავრო? ადამიანებში ეს სიტყვები თავისთავად იწვევს შიშს და ერთგვარ ისეთ ასოციაციას, თითქოს ღმერთი ადამიანებს ესე საშინლად განსჯის. არა, ღმერთი მოწყალე მამა, ღმერთს ყველაზე მეტად უყვარვართ ჩვენ, უკვე ვინმე ვყარები ვართ. უბრალოდ საშინელი არის იმიტომ, რომ ამ დღეს გაშიშვლდება ჩვენი ცოდვები, ჩვენი უნებები და სახილველი ანუ არაფერი არ დაიმალება და გამოცხადდება ჩვენი ცოდვები. გამოცხადდება ის ცოდვები, რომლებიც აღსარების დროს არ მოგვინანიებიან და ამიტომ ჩვენივე ცოდვები გვამხელენ ჩვენ და ჩვენივე ცოდვებიდან გამომდინარე მოგვიწევს აი ის საშინელი მსჯავრი, რაც შეიძლება ჩვენზე მოიწიოს. ამიტომ უნდა ვცდილობდეთ, რომ ქრისტიან ადამიანს თუ კი მას ქრისტიანად მიაჩნია თავი, რომ ხშირად ამბობდეს აღსარებას და დაფარული ცოდვები არ უნდა ქონდეს ადამიანს. სწორედ ასეთ შემთხვევაში გახდება ის სამსჯავრო საშინელი. აი ხვალინდელი დღე, ანუ საშინელი სამსჯავროს წინა დღე არის ხორციელის შაბათი. ხვალ არის მიცვალებულთა ხსენების დღე. და თუ კი რაიმეს უნდა ეწოდოს სიყვარული და სიყვარულის დღე, სწორედ აი ამ დღეს უნდა ერქვას, რადგან ჩვენ სიყვარულს გამოვხატავთ. ჩვენი მიცვალებულების მიმართ ყოველდღიურ მსახურებებში და განსაკუთრებულად აი ესეთ დღეს, როდესაც ეკლესია მიცვალებულთა დღეს აწესებს და ამაზე დიდი და ამაზე მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი, ქრისტიანი მისი მიცვალებულებისათვის წირვას დაესწროს, მოსახსენებელი შეგზავნოს. არაფერი არ არსებობს ამაზე დიდი სიყვარული, რომ იმ ადამიანებს ჩვენს მიცვალებულებს და არა მარტო ჩვენს მიცვალებულებს. ეკლესია იხსენებს ხვალინდელ დღეს მათაც, ვისაც მომხსენებელი არ ყავთ ცოდვილებს, რომლებიც შეიძლება უეცრად გარდაიცვალნენ ან ზღვაში, ან კლდეში და უამრავი ადამიანი დაკარგულად ითვლება, არ იციან ცოცხალია თუ მყარია და რა თქმა უნდა წლები ისე გადის, რომ ბევრი ადამიანი არის დაკარგული, უკვე გარდაცვლილი და მათაც იხსენიებს ეკლესია. და სწორედ ხვალინდელი დღე და მერე დიდ მარხვაში, სამი კვირის განმავლობაში მიცვალებულთა ხსენების დღე არის განსაკუთრებული სიყვარულის დღე. ანუ სიყვარულის გამოხატულებისა, მიცვალებულებისა, პატივისცემა მათთან. და არა იმ დღის მნიშვნელობით ხვალ რომ ზოგიერთი მცირედ მორწმუნე თუ არამორწმუნე სიყვარულის დღეს უწოდებს 14 თებერვალს. ეს რა თქმა უნდა არაქრისტიანული დღე არის და ქრისტიანებს აი ამ დღისთვის მნიშვნელობის მინიჭება, რა თქმა უნდა, არ შეეფერება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რომ ხვალ არ არის ის სიყვარულის დღე, რაც ადამიანებს გონი, არამედ ის სიყვარულის დღეა, რომ ჩვენი მიცვალებულები განსაკუთრებულად მოიხსენიოთ ტაძრებში. წირვის ბოლოს ყველა ტაძრებში დიდი პანაშვიდი აღესრულება და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ხშირ შემთხვევაში ადამიანები მოდიან მხოლოდ პანაშვიდის გადახდის დროს. ესეც არასწორი დამოკიდებულებაა, რადგან წირვაზე მოხსენიება 1000 ჯერ და 10000 ჯერ უფრო მნიშვნელოვანია მიცვალებულებისა, ვიდრე მხოლოდ პანაშვიდის დროს მოსვლა. ასე რომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დილიდანვე ტაძრებში, ვისაც ახლად შესვენებული ყავს, ზოგადად შესვენებული ახლობლები, წინაპრები, ხვალინდელ დღეს განსაკუთრებულად მოიხსენიება და ეს ტრადიცია კოლიოსი, ხო, მოხარშული ხორბალი, დატკბილული ხორბალი წმინდა მამების განმარტებით სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მიწაში ჩათესილი ხორბალი ხდება და იქიდან ცოცხლდება და სწორედ აი ჩვენი მიცვალებულების, როდესაც ჩვენს გარდავიცვალეთ მიწაში წავალთ და მიწიდან მოხდება სწორედ ხორცშესხმა ისევ ადამიანებისა და ისევ ხორცით და სულით ყოფნა ადამიანებისა და სწორედ ასეთი ადამიანები სულითა და ხორცით განიკითხებიან. ასე რომ ჩვენ წამშიც გვაქვს ეს სიტყვები მოველი აღდგომას ამ ყვრეთით. ყვრეთით აღდგომა ნიშნავს, რომ ჩვენ სულებს, ჩვენი წინაპრების და მიცვალებულებს სულებს ისევ დაუბრუნდებათ ხორცი. და ძალიან გთხოვთ, რომ თითოეულმა ქრისტიანმა გაითვალისწინოს ეს, რომ ჩვენს მიცვალებულებს განსაკუთრებული გვერდში დგომა და ლოცვა ჭირდება და ამაზე დიდს, ამაზე მნიშვნელოვანს, ამაზე კარგს ჩვენ მათ ვერაფერს ვერ გავუკეთებთ. საფლავი რომ დაუჯდეს ადამიანს 10000 ან 100000, ერთ წირვასაც
ვერ გადაწოლის საფლავის რაღაც გაკეთილშობილება. ასეთი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მიცვალებულებისთვის ლოცვას და მერთმა აცხონოს ჩვენი წინაპრები და ყველა ჩვენი მიცვალებულები. ამინ. მერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.